ქვეყნის მასშტაბით ყველა სოფელში სასკოლო და ცენტრალური ბიბლიოთეკები ახალი ლიტერატურით აღიჭურვება. პროექტს წიგნი ყველა სოფელს სახელმწიფო, საპატრიარქო, არასამთავრობო და კერძო სექტორი ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებს. პროგრამა უკვე დაიწყო და ყველას ექნება საშუალება საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ოფისში, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ სმარტსა და ამერიკული რესტორნების ქსელ ვენდისში წიგნები სოფლის მოსახლეობისთვის საჩუქრად დატოვონ. პროექტის პრეზენტაციას დღეს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ორგანიზატორებმა მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს მუშაობის დეტალები დაწვრილებით გააცნეს.Იდან ეწყება უპრეცედენტო კამპანია, კერძოდ აბსოლუტურად ყველა რეგიონი მომარაგდება წიგნებით, ყველა სკოლა მომარაგდება თანადროული ლიტერატურით. განსაზღვრული არის გეგმის მიხედვით მარშრუტები, არ დარჩება რეგიონი, სადაც არ ჩავა ეს წიგნები, ესე ვთქვათ. აღსანიშნავია, რომ ცოტა შეიძლება მოვლენებსაც გავუსწრებთ და გურია უკვე ამ თვალსაზრისით გაწიგნიერდა და ეხლა იგეგმება კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე აჭარაშიც. ეს გახლავთ ახალგაზრდების ინიციატივა, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკამ დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები, აქვს ჩამოყალიბებული მოძრაობა ეკვილიბრიუმი, რომელიც სწორედ რაიონულ ბიბლიოთეკებსა და სოფლის ბიბლიოთეკების განვითარებას ემსახურება სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის. შესაბამისად, ვთქვათ, ის რომ დღეს სოფლის ბიბლიოთეკებში ჭირდება წიგნები, ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა, რომელიც არ აფუფუნებას, არამედ აუცილებლობას ნიშნავს. შეგროვილი წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში დახარისხდება, რის შემდეგაც რეგიონების მოსახლეობისთვის ლიტერატურის მიწოდებაზე იზრუნებს მოსიარულე ბიბლიოთეკა, რომელიც სტარტს 14 აგვისტოდან აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება.